გამარჯობათ მეგობრებო. მიდით მე ფუტკრესთან და უთხარით რომ აი მომყიდეთ ესეთი ჩარჩო თქო. აი ამ ჩარჩოზე არის ძალიან დიდ ტერიტორიაზე, ძალიან ბევრ უჯრაში მოცემული, ჩალაგებული ჭეო. თქვენ ხედავთ ჭეოს. აი ეს არის ჭეო, აი წარმოვიდგინეთ როგორც რაღაც პლასტელინის მსგავსი, მოდით ასეთი რაღაც დავარქვათ, ოქროსფერი ნივთიერება. შესაბამისად, ეს არის უნიკალური პროდუქტი ბავშვებისათვის, ჯანმრთელობისათვის და ასე შემდეგ. წარმოვიდგინეთ, რომ აი ესეთი საშუალებით ჭეო უნდა მოვათავსოთ ჭურჭელში და ამავე ჩარჩოზე არის შესაბამისად თაფლი, ნახეთ? ჩვეულებრივი თაფლი. აი ეს ნაწილები უნდა გამოვაცალოთ და ერთად უნდა მოვათავსოთ ჭურჭელში. მერე ეს აისვრიმება ერთმანეთში და ეს უნდა მიირთვან ბავშვებმა. და ასაკოვანმა ადამიანებმაც, რათა გქონდეთ კარგი ჯანმრთელობა, კარგი იმუნიტეტი და კარგი მედეგობა ამ ბინძური გარემოსადმი და ჯანმრთელობა და ასე შემდეგ. აი ეს აუცილებელი პროდუქტია, მე ესე ვფიქრობ. და ეს მოპოვებადია, ძალიან მარტივად არის მოპოვებადი. რა ესე უნდა უთხრათ, არ მინდა თაფლი თქო, მარტო თაფლი არ მინდა თქო. ჭეოიანი თაფლი არის აუცილებელი. აი წარმოვიდგინეთ, ეს არის ძირის ჩარჩო, რომელსაც ფუტკარი თავისთვის ინახავს რა ზამთრისთვის და აქვთ მე ფუტკრეებს ესენი ამოღებული. ხშირ შემთხვევაში უკან აბრუნებენ და ხშირ შემთხვევაში შესაბამისად გაყიდიან, ცხადია გაყიდიან რო ეტყვით, რომ აი მომეცით შესაბამისად ჭეოიანი ჩარჩო. და თქვენ თვითონ ნახავთ მე ძალიან მარტივად ორი ერთმანეთთან ესე ახლოს მყოფი თაფლი და ჭეო. ეს აისვრიმება, ესე ამოიღებ და სანთელი ჭეო და თაფლი გექნებათ ერთმანეთში არეული. რუსულად ამას ხლებინას ეძახიან, არ ვიცი რატო. და ეს არის იდეალური, აი ეს არის პროდუქტი და არა მარტო თაფლი საკვებად რა. აი ეს არის იდეალური პროდუქტი, რომ ეს მიირთვას ადამიანმა. მადლობა.